ირაკლი კობახიძის მიმართვა მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს. სამიტი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, დუბაიში იმართება ორდღიანია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი. კობახიძე ხაზს უსვამს, რომ მათი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს მსოფლიო მთავრობათა სამიტს, რომელსაც 140-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრება. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. უნდა ვთქვათ, რომ მოვისმინოთ საკმაოდ მოკლე, თუმცა ბევრი კონკრეტული გზავნილით გაჯერებული სიტყვა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ამ სამიტის ორგანიზატორ და მასპინძელ ქვეყანას და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქ ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის დაამყაროს ახალი კონტაქტები და ისაუბროს ორმხრივ სხვადასხვა ფორმატის თანამშრომლობებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად საქართველომ როგორც ქვეყანამ ორიენტირი აიღო იმაზე, რომ შეექმნა ძლიერი ეკონომიკა, რომელიც იქნებოდა მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, პარტნიორებისთვის. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო განსაკუთრებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში და სწორედ საქართველოს მთავრობის მუშაობას უკავშირდება პრემიერ-მინისტრის თქმით ის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაც, რომელიც განხორციელდება საქართველოში. თქვენ გახსოვთ, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მაშინაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობდა, გაფორმდა ხელშეკრულება 6 მილიარდი დოლარის ინვესტირების შესახებ საქართველოში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი ემაარი განახორციელებს. მე შეგახსენებთ, რომ ეს ემაარი ეს არის ჯგუფი, რომელსაც უკავშირდება თითქმის ყველა მსხვილი პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, განსაკუთრებით დუბაიში და ამის დასტური არის მაგალითად ბურჯ ხალიფა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში, რომელიც სწორედ ემარ ჯგუფის აშენებულია. ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორების გაფართოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვა და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს. საქართველო ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოჯისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში. 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განხორციელდება MR Group and Eagle Hills-ის მიერ. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ საერთაშორისო მაჩვენებლებზე, რომლებითაც საქართველოს აქვს კარგი პოზიციები სხვადასხვა რეიტინგებში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო არის ძალიან მომხიბვლელი გარემო იმისათვის, რომ მსხვილმა კომპანიებმა იფიქრონ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაზე. ამასთან ერთvis ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობაც, რომელიც საშუალებას, გეოგრაფიული მდგომარეობაც, რომელიც იძლევა საშუალებას იმისა, რომ ბუნებრივად ჩვენი ქვეყანა საქართველო იყოს სწორედ დამაკავშირებელი დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ვიცით ისიც, რომ საქართველო არის სწორედ შუა დერეფნის ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის კონტინენტის როგორც ერთ ისე მეორე მხარეს. შესაბამისად ამ მონაცემებზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს საერთაშორისო ინვესტორებს იმისათვის, რომ მათ საქართველოში იმუშაონ.
ჩვენი მთავრობის პირობებში ქვეყანა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ბიზნესისადმი, კეთილმეგობრული გარემოს შექმნისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში. საქართველოს ძალზედ ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს ისარგებლონ 2 მილიარდ 300 მილიონი მომხმარებლის მყოლი ბაზრით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები. მსოფლიო ბანკის ბიზნესის გარემოს კვლევით საქართველოს 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისათვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევის შედეგებით საქართველოს ბიზნეს გარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე დაბალ საგადასახადო წნეხის მქონე მესამე ქვეყნად რჩება საქართველო. ფრეზერის ინსტიტუტის 2024 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21 ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ისევე როგორც ფართო რეგიონში. გარდა ამისა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო ბიუჯეტის გახსნილობის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის ნიშნით. ჰერითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-19 ადგილზე აღმოჩნდა. საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვის ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით. საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადი ამ პერიოდში, რომელიც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადი ამ პერიოდში ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამ ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოჯისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოჯისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ხსენებული მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. მსოფლიო მთავრობათა სამიტი წელს რეკორდულად ბევრ სტუმარს პასპინძლობს, რა თქმა უნდა, სამიტი არის ორიენტირებული ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე, თუმცა ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრიც. უნდა ვთქვათ, რომ 30-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი იმყოფება ახლა დუბაიში, 140-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, რაც ჯამში 400-ზე მეტ მინისტრს მოიცავს სხვადასხვა ქვეყნიდან, შესაბამისად ქართული დელეგაციის წევრები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ამავდროულად არის ძალიან კარგი საშუალება ორმხრივი შეხვედრებისთვის, როგორც ჩვენთვის ცნობილი არის, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ უკვე შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობით ორგანოებთან, ამ ორგანოების წარმომადგენლებთან, ასევე იგეგმება არაერთი შეხვედრა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.